ადამიანები ქუჩაში იღუპებიან ტერორისტული თავდასხმების შედეგად და მაინც მედია თulis რომ ფაქტების манипулირება და შეცვლა ნორმალურია. გულისხმობ ბერლინში იყო ტერორისტული თავდასხმა, სადაც ისლამიზმმა გერმანიაში ყველაზე დიდ გეი პრაიდზე შეიჭრა მანქანით და მაინც მედია როგორღაც ამახინჯებს ამბავს. ამჯერად New York Times-ი ამტკიცებს, რომ მანქანა შეიჭრა პარკში. თითქოს მანქანის უკან ადამიანი არ ყოფილა. არა, ეს არ ყოფილა ვინმე რადიკალური იდეოლოგიით, რომელნაც შეიძლება გადაწყვიტა, რომ გეები ლგალბუტეთკი ადამიანები პრობლემას წარმოადგენენ და ამიტომ ისინი უნდა არა. ეს იყო მანქანა, თითქოს ეს უბრალოდ შეცდომა ყოფილიყო და როგორც ღმერთი ამბობს, მადლობა New York Times, თქვენი გულწრფელი და ზუსტი რეპორტაჟისთვის. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ მანქანის ექსტრემისტული რელიგიის წინააღმდეგ, რომელმაც ლგაბეტეთი აღლუმში შეიჭრა. მანქანები მშვიდობიანად იბადებიან. ისინი ინტერნეტში თვითონ რადიკალიზდებიან, მაგრამ არიან მანქანის ექსტრემისტები. და ყველაფრის ფონზე რაც ახლა ხდება, განსაკუთრებით ბერლინის ამ ამბავთან დაკავშირებით. და მათთვის, ვისაც ჯერ არ მოусმენია ამ სიგიჯის განახლება, ბერლინის პრაიდის ეჭვმიტანილი პოლიციამ ესროლა მას შემდეგ, რაც მის მოსაძებნად სამძებრო ოპერაცია ჩატარდა. კიდევ ერთხელ, ჩემთვის ეს დაუჯერებელია. ბერლინის პრაიდზე თავდასხმის ეჭვმიტანილი. არაფერია ნათქვამი, ვინ არის ეს კაცი? და ჩვენ ვიცით დეტალები, ვინ არის ეს კაცი? ის იყო ისლამისტი, ის გერმანიაში იმყოფებოდა. მას სურდა გასულიყო და გაენადგურებინა ის, რაზეც გერმანია დგას. თავისუფლება და რწმენა, რომ ადამიანებმა უნდა იზეიმონ ის, ვინც არიან და როგორებიც არიან. მაგრამ ამაზე ისინი არ საუბრობენ. შემდეგ ის შეიჭრა. ვგულისხმობ, ამ ყველაფრის კადრები ძალიან ძიმეა, მაგრამ მოდი ცოტა გავაანალიზოთ. ასე რომ, თქვენ გყავთ უამრავი ადამიანი ამ გეი პრაიდის LGBTQ ღონისძიებაზე და მანქანა პირდაპირ მათში შევარდა. ერთი გარდაცვლილი, 16 დაშავებული. კაცი და თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ამ კაცის ფოტო, გაიქცა. და რამდენიმე საათიანი ზებნის შემდეგ ის ბოლოს იპოვეს და პოლიციამ გაანეიტრალა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ღონისძიებაზე რაღაცა ძალადობა მოხდა და პოლიციას მისი განეიტრალება დასჭირდა. აი ეს არის ის ბიჭი, კარგი? ეს ის არის. და მე არც კი ვაპირებ მისი სახელის თქმას, რადგან არ ღირს მისი ხსენება, მაგრამ ეს ის არის. და თქვენ შეძრწუნდებით, შოკში დარჩებით, როცა ცოტას გაიგებთ მის შესახებ. ეჭვმიტანილი, რომლის სახელიც პოლიციამ დაასახელა, ეს ბიჭია. მე არ მინდა მას იმაზე მეტი ყურადღება მივაქციო, ვიდრე იმსახურებს. ის გერმანიის მოქალაქეა, ლიბანური წარმოშობის. პოლიციისთვის უკვე ცნობილი იყო და რადიკალიზებული იყო. არ არსებობს მართლა რადიკალიზებული იყო. ამიტომაც დადის და ხალხს კლავს. ხო, ბერლინის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მისი კრიმინალური წარსულის შესახებ დამატებითი დეტალებია მოცემული. აი ამიტომ ამბობენ ადამიანები, თუ ასეთი იმიგრანტები შემოდიან და ისინი კრიმინალები არიან, მათი გაძევება აუცილებელია. მოусმინეთ ამას. 2025 წლის მაისში პროკურორებმა განაცხადეს, რომ მან თურქეთის გავლით ლიბანში იმოგზაურა, რათა სირიაში ისლამური სახელმწიფოს ჯგუფს, ანუ ფაქტობრივად ISIS შეუერთებოდა. ლიბანში ყოფნისას მან სავარაუდოდ რამდენიმე პირთან დაამყარა კონტაქტი, რომლებიც მისი აზრით ISIS წევრები იყვნენ. ის ლიბანში ივლისში დააკავეს და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს რელიგიური კონფლიქტის დაქეზებისთვის. კარგი, ასე რომ ლიბანის პოლიციას ეგონა, რომ ეს ბიჭი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან ის უკავშირებდა თავს ისლამისტურ რადიკალურ ექსტრემისტულ ჯგუფებს. კარგი, როგორ აღმოჩნდა ეს კაცი გერმანიაში? ეს არის კითხვა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დასვას. ის ლიბანში ძალადობისთვის დააკავეს. გულისხმობ, მეგობრებო, შემდეგ 2025 წლის ნოემბერში ის ბრუნდება გერმანიაში. ის დააკავეს აეროპორტში და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. კარგი. ყველა მიცის, რომ ეს კაცი საფრთხეს წარმოადგენს. ის რადიკალიზებული ისლამისტია. ის ურთიერთობს ამ ისლამისტურ ჯგუფებთან. ის მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყნებში. გულისხმობ, რა გასაკვირია თურქეთში, რომ გამოავლინოს ეს ისლამისტური ჯგუფები. ის დააკავეს ლიბანში და შემდეგ ისევ დააკავეს გერმანიაში. არ დააბრუნეს უკან, არამედ გერმანიაში დააკავეს. შემდეგ მას მიუსაჯეს 1 წელი და 10 თვე პატიმრობა სახელმწიფოსთვის საშიში ძალადობრივი ქმედების მომზადებისთვის. შემდეგ გადაწყვეტილება 6 თვით გადადეს და ის პირობითი მსჯავრის ზედამხედველის კონტროლქვეშ მოათავსეს. მანამდე 2022 წელს იგი ძალადობისა და ძარცვისთვის იყო ნასამართლევი, ხოლო 2020 წელს მსხვერპლის ყურსასმენების ძარცვისთვის. კარგი. ეს კაცი პირობითი ვადამდე გათავისუფლებით გამოვიდა, კარგი, და შემდეგ ტერორისტულ თავდასხმას ახორციელებს. და გიკვირს, რატომ გზნობენ ადამიანები ასე, იცი? როცა ასეთი ადამიანები შემოდიან თავიანთი რადიკალური იდეოლოგიებით და იცი, რომ ისინი რადიკალიზებულები არიან, ეს უბრალოდ უნდა ნიშნავდეს, რომ მათ აღარ უნდა დარჩნენ ევროპაში. ისინი ვერ დარჩებიან დასავლურ საზოგადოებებში, მაგრამ არა მხოლოდ ეს არ არის მთავარი სათაური ამ კაცის შესახებ ყველა ამბავში. ეს არის ბიჭი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა და მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ცნობილი კავშირები რადიკალურ ისლამისტურ ჯგუფებთან.
და ცდილობდა ძალადობრივი თავდასხმების განხორციელებას. და ეხლა მან შეძლო Gay Pride-ის წინააღმდეგ მოქმედება. არა, აი ასე პასუხობს Pride-ის საზოგადოება და გულწრფელად რომ თქვა, ეს ცოტა არ იყოს მაწუხებს. მოусმინეთ ამას. ბერლინის ორგანიზატორები ჩვენ შეძრულები ვართ იმის გამო, რაც გუშინ მოხდა. ჩვენი ფიქრები მსხვერპლთან, მათ საყვარელ ადამიანებთან და ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც ამ საშინელი მოვლენით დაზარალდა, რადგან ეს მართლაც საშინელი შემთხვევაა. ეხლა კი გადით და თქვით რამე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს ტერორისტული თავდასხმა ჩაიდინა. რადიკალი ისლამისტები. მოდით გისმენთ, თქვით ეს. ჩვენ მადლობას უხდით ყველა მოხალისესა და სტუმარს, ვინც ჩვენთან ერთად მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობა ისურვა. ამ ადამიანებიდან ბევრი. გუშინ დიდი ემოციური სტრესი განიცადა. აბა რა, ტერორისტულ ინციდენტში მოხვედრა ემოციურ სტრესს გამოიწვევდა, ასე რომ გააგზელე და ასახელე ის კაცი, ვინც ამისთვის პასუხისმგებელია. მოდი გავიგოთ, როგორ ამბობ ამას. რაც მათ განიცადეს, ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება. ჩვენ ვცდილობთ ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა შევთავაზოთ. ეს ჩვენს გუნდსაც სჭირდება. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის. მადლობთ. მადლობელი ვართ ყველა ადამიანს, ვინც დახმარება გაგვიწია, ყველა პირველადი რეაგირების თანამშრომელს. ჩვენს მერმას სწორად შეაგო პოლიციასთან თანამშრომლობა. კარგი, ასე რომ თქვენ ყავთ ეს ადამიანი. ის მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობდა. მინდა რომ ეს გახსოვდეთ. ყველა ადამიანი, ვინც იმ ღონისძიებას ესწრებოდა, ეხლა ტრაუმირებულია. ყავთ პოლიცია, ყავთ პირველადი რეაგირების თანამშრომლები, ყავთ ორგანიზატორები. ყველა გერმანიაში, ვინც შეიძლება ხელავს სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე. დაზარალებული ერთი ადამიანის ქმედებით. კარგი. ასე რომ იფიქრებით, რომ ნორმალური იქნებოდა ახლა დაგვეგმო ამ ადამიანის ქმედებები. პროფესიონალური რეაგირება გადამწყვეტი იყო ამ კონტექსტში. ჩვენ ასევე მადლიერები ვართ სოლიდარობისთვის, პატივისცემისთვის, თანაცხოვრებისთვის. ჩართული ამ თანამშრომლობაში. ბერლინში მდებარე CSD ორგანიზაცია სოლიდარობის, პატივისცემისა და თანაცხოვრების სიმბოლოა. ჰეი, გუშინ ქუჩაში იყო ქალაქი ღია მსოფლიოსთვის. ისაუბრობს იმაზე, თუ როგორ უჭერენ ამ ღონისძიების ორგანიზატორები მხარს თანაცხოვრებას, ერთად მუშაობასა და ცხოვრებას. შესანიშნავია, საოცარია. მაშინ არ უნდა დაუჭირო მხარი იმ ადამიანებს, ვინც ამის წინააღმდეგია, ხომ ასია? თუმცა ახლა მიგვაჩნია, რომ ზომიერი მიდგომა უნდა გამოვიჩინოთ და ყველა დაზარალებულს მხარი დაუჭიროთ. არ ჩავერევით არანაირ სპეკულაციაში. დაველოდებით პოლიციის გამოძიების შედეგს. ჩვენი ძირითადი მიდგომა შეცვლილა. ჩვენ უარყოფთ ძალადობის ყველა ფორმას. იდეოლოგიები, იქნება ეს რელიგიური თუ სხვა ექსტრემისტები, ცდილობენ ადამიანების ჩახშობას. ჩვენ არ გვინდა რომ ეს ქმედება პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში გამოიყენონ. ჩვენ არ გვინდა რომ რომელიმე ჯგუფი ამ მიზეზით ეჭქვეშ დააყენონ. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოვლენა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. და ჩვენ არ გვინდა რომ რომელიმე ჯგუფი ამ მიზეზით ეჭქვეშ დააყენონ. ხო? ეს არის მათი პასუხი. იმის ნაცვლად რომ თქვან, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვუნდივართ. ამიტომ აი ამის მაგალითი. და ეს შეიძლება პრობლემური იყოს. არა, ისინი ჯერ კიდევ იმდენად შეშლილები და ბრმები არიან, რომ ეს კაცი მზად არის მოვიდეს და მოკლას საკუთარი ხალხი, გაანადგუროს მათი ღონისძიება, შეეჯახოს ადამიანებს და დააზიანოს ისინი. და მაინც ისინი ფიქრობენ, რომ მტერი ის ხალხია, ვინც ამას პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოიყენებს. სწორედ ესენი გონიათ მათ მტრები. არა ის რადიკალური რელიგიური ჯგუფი, რომელიც ღიად ამბობს და აგზავნის ხალხს ასეთი რაღაცების გასაკეთებლად. არა. არ უნდა გამოვიყენოთ ეს პოლიტიკური მიზნებისთვის. არა. და აი რა არის. როცა ესეთ მოვლენებს ხედავ და ესეთ რაღაცებს აწყდები, ხვდები რამდენად ღრმად არიან ადამიანები შეცდომაში შეყვანილები. იმის გარდა რომ პრაიდი და ეს პრაიდის აღლუმები თავისთავად პრობლემურია, მათი აკვიატება ამ ვოკური ტიპის რაღაცებზე. აზრი რომ ჩვენ და ისლამისტები ერთ ბანერის ქვეშ ვერთიანდებით საბრძოლველად, საშინელი დამცგუნველი დასავლელების წინააღმდეგ, ეს სიგიჟეა. და ამას უფრო ხშირად ხედავთ, ხომ ესეა? როცა კითხულობთ იმ ყველაფერს, რაც ამ მოვლენასთან დაკავშირებით გავრცელდა, ასე რომ არის ერთი რეპორტიორი, ხო ასეა, ვინც ამ შესაძლებლობას იყენებს. ეს გერმანიაშია, ეს გერმანულ ენაზეა, ასე რომ ჩვენგან უმეტესობა გაიგებს. მაგრამ ის ამბობს, რომ ქვიარ საზოგადოება ბუნებრივია ყველაზე მეტად მემარჯვენე ძალებისგან გრძნობს საფრთხეს.
როგორღაც ყავს ეს რადიკალი ისლამისტები, რომლებიც ტერორისტულ თავდასხმას ახორციელებენ და მაინც ახერხებენ ყველაფრის დამახინჯებას. თითქოს პრობლემა მემარჯვენეები არიან, თითქოს პრობლემა თეთრკანიანები არიან. კლავ და კლავ, ისევ და ისევ ამ გიჟური იდეოლოგიით. აი ეს ვიდეო, მოусმინე ამას. ახალი ამბების მიხედვით ერთმა კაცმა მანქანაში ჩაჯდა. იცი-ას ამბობს აქ. ამბობს, რომ ბერლინის პარადიზმ სხვერპთა ხსოვნის ღონისძიებაზე ეს სპიკერი ამბობს, რომ იმედი ქონდა თავდამსხმელი არ იქნებოდა არაბი მუსლიმი, არამედ თეთრი ქრისტიანი, რადგან მათ დააჯერეს, რომ მტრები არასწორი ადამიანები არიან. ის ადამიანები, რომლებიც მათ რელიგიური მიზეზებით აკრიტიკებენ, იმიტომ რომ იდეოლოგიური პრობლემა აქვთ მათთან და არა ისინი, ვინც მათ მიმართ ძალადობას იჩენენ. არის განსხვავება იმაში, როცა ამბობ, მჯერა რომ ღმერთისგან ოჯახი გარკვეული ფორმით უნდა იყოს და ვინც ამაში არ ჯდება, მე არ ვეთანხმები იმ ცხოვრების წესს და ვფიქრობ, რომ რაღაც არასწორია მასში. და იმ ჯგუფ შორის, რომელიც ამბობს, კარგი, ვინც ოლდნეო მაინც განსხვავდება ჩვენგან, უნდა გავიდეთ და ისინი მოვკლათ, შემდეგ კი ხალხს აგზავნიან, რომ ეს გააკეთონ და ისინი მართლაც ასე იქცევიან. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგრამ როგორღაც მოახერხეს და დაარწმუნეს ეს LGBT ადამიანები, რომ შეხედონ თეთრკიანიანებს, დასავლელებს, მემარჯვენეებს, რომლებიც აკრიტიკებენ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა gay pride-ი, როგორც ამ პრობლემის მთავარ წყაროს და არა რეალურ ტერორისტებს. და ეს ჩემთვის გაუგებარია. მართლა გაუგებარია. აი ბარია, აი შეხედეთ ამას. ისრაელი და დანარჩენები ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონში ახლა ყველას ბომბავენ, მაშინ როცა ყოველ დღე ამაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრობენ, რაც ამავე დროს. ასე რომ აქ დგას ეს კაცი, ხომ ასეა? და მას აცვია გეი და ისლამისტური ატრიბუტიკა და ის ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ არის ისრაელი მჩაგვრელია. და ხალხო ამ ეტაპზე თუ ჯერ არ შეგიმჩნევიათ, ისრაელი უბრალოდ დასავლეთის სიმბოლოა ისლამისტებისთვის. ამიტომ ზულთ ისენი. ეს არის მთელი აზრი. ისინი ისრაელზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ეს რაღაცა ცალკეა, მაგრამ ასე არ არის. ეს არის ისრაელი და შემდეგ ამერიკა. უბრალოდ ყველაფერი ერთადაა. მაგრამ თქვენ ყავთ ეს კაცი, რომელიც იმ აღლუმზეა, სადაც ისლამისტები აპირებენ შემოსვლას და ადამიანების დახოცვას. და ის იქ დგას და ამბობს, ნახეთ ხალხო, ნამდვილი პრობლემა აქ დასავლელები არიან, მე პრობლემა არ ვარ. მე აქ ვარ და მხარს უჯერ ორ რამეს, რომლებიც აქ არიან ჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლველად. და მაინც რატომღაც იმ რამის წარმომადგენლები, რასაც ის ატარებს, სწორედ ისინი მოდიან ამ ღონისძიებაზე. ტერორისტული თავდასხმის დროს ადამიანებს ხოცავენ. ანუ ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ხომ ასეა? გახსოვდეთ, ეს მოხდა. ეს იყო ტერორისტული თავდასხმა. და არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ და სამუდამოდ, არამხოლოდ გარდაცვლილები, არამედ დაჭრილები, ტრაუმირებულები და ასე შემდეგ. და მაინც თქვენ გაქვთ New York Times-ი, როგორც დავიწყეთ, რომელიც ამბობს რაღაცებს, მაგალითად მანქანა. ეს იყო მანქანა. ეს უბრალოდ მანქანა იყო ყველასთვის, ხომ ასეა? ეს ტერორისტი, რომელსაც დამტკიცებული კავშირები ჰქონდა ისლამისტებთან, რომელიც დააკავეს ლიბანში, შემდეგ ისევ დააკავეს, დაუშვეს გერმანიაში დაბრუნება, ისევ დააკავეს და არ გააძევეს, შემდეგ კი პირობით გაათავისუფლეს. და შემდეგ მიდის და ახორციელებს ძალადობრივ თავდასხმას. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ ის აპირებდა ძალადობრივ თავდასხმას, რის შედეგადაც იღუპებიან და მძიმედ ჯაშოვდებიან ადამიანები, როგორც ეს კადრებში ჩანს. და შემდეგ გეი პარადზე მყოფი LGBT ადამიანები ამბობენ, ნუ გამოიყენებთ ამას პოლიტიკური მიზნებისთვის. გვეგონა რომ ეს მემარჯვენეები იქნებოდნენ, გვეგონა რომ ეს ქრისტიანები იქნებოდნენ. შეუძლებელია რომ ეს ისლამისტები იყვნენ. და თავად ისლამისტები პარადზე ამბობენ, კი, ჩვენ ვუჭერთ ფარს იმ აშკარა კოგნიტურ დისონანსს, რაშიც ამ იდიოტებს უწევთ ცხოვცბა, რომ შეძლონ ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა და რეალურად დაიჯერონ ის, რასაც ფიქრობენ, რომ სიგიჟეა. ვგულისხმობთ უბრალოდ შეხედავთ ამას, აი ტერორისტული თავდასხმები ბოლო 24 თვის განმავლობაში. კარგი, დეკემბერში 3 მოკვული, 8 დაჭრილი. 6 მოკვული, 300 დაჭრილი, 2 მოკვული, 30 დაჭრილი, 2 მოკვული, რამდენიმე დაჭრილი, 1 მოკვული, მინიმუმ 17 დაჭრილი. ეს ყველა ისლამისტებია. და ჩაშლილი ისლამისტური თავდასხმის გეგმები არის 20 კარგი. როგორი უიძებს გერმანია? ეს არის ყოველდღე და ფიქრობს თავისთვის. მე ვარ ლიბერალი მემარცხენე და ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესოა მეტი მიგრანტი და მეტი ისლამი გთხოვთ. და ეს არის ამ ღონისძიების მთავარი კითხვა. მათ გითხრეს, რომ ეს ღონისძიება არ გაგვეპოლიტიზებინა. რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება პოლიტიკურად უნდა აქციო, რადგან როცა უყურებ, ხედავ მთელ ამ კოგნიტურ დისონანსს. მედია ამტკიცებს, რომ ეს უბრალოდ მანქანაა და არა ადამიანი და საერთოდ არ საუბრობს ამაზე. ისენი მალავენ, ვინ იყო ეს ადამიანი. პრაიდის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური და ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს მემარჯვენე იქნებოდა, რადგან ეს მათ ნარატივს შეესაბამება. ისინი ვერ ხედავენ, რომ შეცდნენ, რომ ნომერ პირველი ჯგუფი, ვინც თავისუფლებას ეწინააღმდეგება, შარიეთის კანონის მომხრეები არიან. ეს მარტივია, ეს უბრალოა, ეს არ არის რთული. მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე. ცნობისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო განცხადება და თუ ჯერ არ გამოიწერეთ ჩვენი არხი The Pushback-ის 1 წელი გვიახლოვდება.
ითხოვდება. ძალიან მადლიერები ვარ თითოეული თქვენგანის, ვინც აქ ხართ. ვიწყებთ დიდ პროექტს, რომელსაც თქვენ ითხოვდით. ან ბევრმა თქვენგანმა ითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ დარჩებით და ნახავთ ამას. აუცილებლად გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ მეგობარს. ჩვენ ვქმნით მოძრაობას, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. თუ თქვენ უკვე დაღლილი ხართ იმ სიგიჟითაც ჩვენ საზოგადოებაში ხდება და გსურთ ცვლილება, მაშინ თქვენ იბავეთ თქვენი ხალხი და ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ აქ ხართ.